Where'd you wanna go? How much you wanna risk? I'm not looking for somebody with some superhuman gift. Good boys go where do the good boys go to? Hideaway, hideaway. We don't have to go. Hey, and everybody say, what, come on. Welcome to my house. Let's go. That's what I want. გამარჯობათ, დიდი სიამოვნებით ვიტყოდი, რომ დღეს არის მშვენიერი დღე, მაგრამ ძალიან წვიმს, ცივა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეები კარგი ამინდი გვქონდა და დღეს არის ჩვენი Slow Day ფესტივალი, რაც ტარდება ყოველ წელს და კონოლს ჩამოყავს ხოლმე ცნობილი ბენდები ან მუსიკოსები და ფაქტობრივად, open air-ის ტიპის ფესტივალი იმართება ჩვენს კამპუსზე. სტუდენტებისთვის არის უფასო, undergrad-ებისთვის, graduate სტუდენტები ვიხდით ფულს, თუმცა ყოველთვის არის fixed price, ანუ ერთი და იგივე ღირს და $45 და ამ $45 შედის ყველაფერი, ანუ ამ festivity-ების, ამ აქტივობებთან მისვლა, იმიტომ რომ სამშობია, პრიზებია, საჭმელს გაძლევენ უფასოდ. წელს ჩვენ გვყავს Chainsmokers და მგონი ხოჭთა ხელი ტრენდი 2026, ახალი 2016-ია და მაგ პონჩი ანუ ყოჩახ სწორი ბენდი მოიყვანეს იმისთვის, რომ ეგერა გაიცოცხლებინათ. და ხვდები, რომ კონოლში, ანუ როგორც ალბათ ყველგან, ხშირად იმართება ეგეთი რაღაცები 2026 წელს, 2016 წლის themed რაღაც ღონისძიებები. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ცალკე მგონი არავინ არ უსმენდით ან Chainsmokers, ყველას გვაქვს გაგებული მუსიკა, ყველამ ვიცით Closer და Don't Let Me Down და ეგეთი. რაღაცები ზეპირად, იმიტომ რომ მოლში იქნებოდა თუ გავიდოდით გარეთ თუ ანუ ყველგან ეგენი ისმოდა. როგორც აღნიშნე, დღეს ძალიან ცივა და შევეცადე, რომ მაინც ისე ჩამეცვა ცოტა ფესტივალურად და თან ისე რომ არ გავცივდე. ფესტივალი რომ დამთავრდება, ანუ სადღაც 3-4 საათზე მუშაობა უნდა გავაკეთო. ეს თერმომაისურია და მინდა რომ ცოტა დამიცვას. და ასევე საწვიმარი მაქვს საქართველოდან წამოღებული. ნუ ეს ჩემი ძალიან ლამაზი საწვიმარი, რომელიც ხელნაკეთია და საქართველოში ვიყიდე. ახლა არ ჩავიცვამ, იმიტომ რომ განადგურდება და არ მინდა. მაგრამ მეორე საწვიმარი მაქვს, რომელიც ასევე საქართველოდან წამოვიდა. და ჩემი აზრით არც ისე ცუდად არ მიდის ჩემ აუთფიტზე. ქოლგები არ შეიძლება, რაც ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ იმდენი მთვალი ადამიანი იქნება და მით უმეტეს მთვალი ბავშვი იქნება, რომ შევგეთ მაინც თვალები გამოსთხარონ. მაგრამ საწვიმები რა თქმა უნდა შეგვიძლია. და ასევე თვითონც არიგებენ, უბრალოდ არ ვიცი რამდენი აქვთ, ყველას რა თქმა უნდა არ ეყოფა და თან გონია, რომ ჩემი ესამისფერი საწვიმარი ძალიან ლამაზი იქნება. ამ ვიდეოში აუცილებლად გაჩვენებთ წინა წლების Slow Days, იმიტომ რომ სულ მინდოდა რომ გადამიღო როგორია Slow Day კორნელში, უბრალოდ ვერ ვახერხებდი, იმიტომ რომ ჯერგერთ იმდენი რაღაც ხდებოდა და თან იწყება ყველაფერი ძალიან ადრე. ანუ 10 საათზე უკვე იწყება და გრძელდება 3-4 საათამდე. და როდესაც მეგობრებთან ერთად ხარ რაღაცა არ გინდა რომ ტელეფონი გქონდეს თან და რაღაცები რაც გადაღებული მაქვს, უბრალოდ მონტაჟს ვერ ვასწრებდი, იმიტომ რომ ზუსტად ამ დღის შემდეგ ქაოსი მეწყებოდა და მე საქართველოში მოვდიოდი. მოკლედ, აუცილებლად გაჩვენებთ, ვინები იყვნენ ჩამოსულები, გეტყვით რომ Florida ყავდა. დღევანდელ დღეს რამდენი ხანია ველოდები, დღეს არის Slow Day, ანუ კორნელის დღე, ესე ვთქვათ, და ყოველ წელს ტარდება ხოლმე Slow Days, ანუ კონცერტია, ჩათვალეთ open air-ის ტიპის რაღაცა, სადაც ჩამოყავთ დღეს მაგალითად Florida იქნება, ვიცი რომ ცოტა დაძველებულია, მაგრამ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩემი თინეიჯერობის და რაღაცა ბავშვობის სიმღერები ეგ არის და ძალიან კარგად გავერთობი. Usher-ი წავდოთ მგონი ადრე და Drake-ი და ანუ არ ვიცი, მოკლედ
ასეთი არტისტები ჩამოყავთ ხოლმე. კი და მოყავთ. და იმართება კორნელის კამპუსზე, ანუ დიდი მინდორი, სადაც გვაქვს ადრეც მინახებია ვიდეოებში თქვენთვის. სლოუპი გვაქვს, სადაც დიდი სივრცეა და ძალიან კარგი ადგილია ასეთი კონცერტის გასამართად. ანუ 4 წელი აქ ვარ და 3 წელი ვიარე, სულ პირველ წელს. კი არ მახსოვს ვინ იყო. დღეს იწყება ძალიან ესეთი social event-ებით დატვირთული კვირა ჩემთვის კორნელში, იმიტომ რომ მთელი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ისეთი წვეულებები მაქვს, სადაც აუცილებლად უნდა წავიდე, იმიტომ რომ ჩემი უახლოესი მეგობრების უმნიშვნელოვანესი დღეები. მაგალითად, ხვალ ჩემი ძალიან ახლო მეგობრის აქ კორნელში cocktail party-ია, იმიტომ რომ ამთავრებს დოქტორანტურას და უკვე მიიღო სამსახური პოსტდოკად. და მაგას აღნიშნავთ. კვირას არის უდიდესი პარტი, რომელიც ყველაზე მაგარი house party-ია ხოლმე კორნელში, რაც იმართება. და მართავს ორგანიზაცია, რომელიც არის საერთაშორისო სტუდენტებისთვის, მაგრამ რეალურად არის ყველასთვის, ჩვენზე არის ფოკუსირებული, მაგრამ მაინც. შაბათს ჩემი მეგობრები დაინიშნენ, რომელთან ერთადაც პუერტო-რიკოში ვიყავი და ასევე ახალ სახლში გადავიდნენ. ისინი დოქტორანტურის სტუდენტები არიან და იმათ აქვთ წვეულება სახლში და იქ უნდა წავიდე. და ორშაბათი და სამშაბათი ძალიან დატვირთული მქონდა, იმიტომ რომ დილით გერმანულის გამოცდა მქონდა, ორივეგან, ანუ ერთი წერითი იყო, მეორე oral exam იყო. და საქმე ის არის, რომ იმავე დილით მიწევდა ნახევარ სემესტრის მასალის სწავლა, იმიტომ რომ ის დანარჩენი ნახევარ სემესტრი ან არ მეცალა, თან სან-დიეგოში ვიყავი და მოკლედ გამოცდისთვის უნდა მომზადებულიყავი. სხვა გზა არ არის. თან ყველა social event-ზე უნდა წავიდე და თან კიდევ ვიმუშაო. ამიტომ წამოვყევით ამ კვირაში და ვნახოთ როგორ ჩავის ყველაფერი. კორნელში თუ გაინტერესებს slope დღისთვის და graduation-ისთვის გვაქვს ორი ამინდი. ან ისეთი მზეა რომ იწვი, ან ისე წვიმს რომ გონია მუდმივად სათლით გასხავენ წყალს. თუმცა შეჩვეულები ვართ ამას და ხასიათს არ გვიბჭვებს ხოლმე. And that's an issue, okay. And so your friends, it was nice to meet them, but I hope I never see them again. I know it breaks your heart. She said, where'd you wanna go? How much you wanna risk? I'm not looking for somebody who's so superhuman. როგორც გითხარით, ეს კვირა ძალიან დაკავებული ვარ სოციალური აქტივობებით, ისევე როგორც სამსახურით. სამსახურს დოქტორანტურას ვეძახი. დღეს მაგალითად ღამის 3 საათზე გავიღვიძე, რომ მემუშავარებ ყველაფერი მომესწრო დღეისთვის, იმიტომ რომ საღამოს ახლა გავდივარ ჩემი მეგობრის კოქტეილ წვეულებაზე. იმის აღსანიშნავად, რომ მიიღო პოსტდოქტორანტურა. ანუ PhD-ს ამთავრებს ამ ზაფხულს და უკვე სამსახური გარანტირებული და აღებული აქვს. ალბათ დოქტორანტურის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის ჩვენთვის, რომ შემდეგი ადგილი ვიპოვოთ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია უკვე და დიდი გზა აქვს კიდევ წინ. ამიტომ დღეს მთელი მისი უახლოესი სამეგობრო ვიკრიბებით და გვაქვს, როგორც აღნიშნე, წვეულება, იქნება კოქტეილები, ალბათ ღვინო, იქნება დესერტი. მაისია, მაგრამ რა თქმა უნდა, ისევ ზამთრის კურტკა. როდესაც განტვირთვა მინდა, ლეგო ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი არჩევანია. ამჯერად უცბად ავაწყო ეს ყვავილები და ჩემს კოლექციას შევმატე. შემდეგ კი საჩუქრის ქარგვა დავიწყე. ამ ვიდეოში პროგრესს გაჩვენებს, თუმცა საბოლოო შედეგს შემდეგ ვიდეოში ნახავთ. დღეს როგორც გითხარით, არის წლის დამამთავრებელი წვეულება აი ამ სახლში, ანუ house party-ია. ახლა მოვედი უბრალოდ ნახე ადგილი, თან ჩემი მეგობრები აწყობენ და ცოტა რაღაცებში მივეხმარე. ახლა მივდივარ, ალკოჰოლს ვიყიდი, ჩემი მეგობართან უნდა წავიდე pre-game-ისთვის და მე უკან მოვუბრუნდებით და წვეულებას შევუერთდებით. ეს არის ჩემი უნივერსიტეტის college town, რასაც ქვია, ანუ ის უკვე უნივერსიტეტია. ეს კიდე არის college town-ი, სადაც მაღაზიებია, რესტორნებია და ასე შემდეგ. ესეც ჩვენი მთავარი tower-ი, ანუ Cornell Tower. ნახეთ როგორი საოცარი მზის ჩასვლა. კარგ დროს გამოვედი. ზუსტად მანდ ცხოვრობს ჩემი მეგობარი.
ეს არის ჩვენი კლინიკა. პირდაპირ ეგრე ქვია Cornell Health. სადაც თუ რამე გაგვიჭირდა, შეგვიძლია მოვიდეთ. მაგრამ შეხედეთ, მართლა რა საოცარიც ჩასვლა. ზუსტად მანდ არის ჩვენი სლოპი. სადაც ეს კონცერტი ჩატარდა და სადაც რაც ყველაზე საყვარელი ადგილია ყოველს მგონი, იმიტომ რომ უშუალებელი მინდორია სლოპით და ძალიან ლამაზი ხედია, იმიტომ რომ ტბაც ჩანს, ყოველთვის ასეთ საოცარი მზის ჩასვლა ხოლმე და კარგი დასასვენებელი ადგილია გაშლილი ხედით. აი ჩვენი თავი კიდევ უფრო უკეთესი ხედით და აი ამ შენობების უკან იმალება ჩემი მეგობრის სახლი. დღეს დავლებთ მარგარიტებს, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი წარმოშობით მექსიკიდან არის და თქვა რომ მარგარიტებს გავაკეთებო. სახლში ახლა მოვედი, 2 არის დაწყებული და აუცილებლად მინდა რომ მურაკამის წიგნი დავამთავრო. Sputnik Sweethearts ვკითხულობ და ბოლო რამდენიმე გვერდი ხა დამრჩა, ამიტომ ბარემ დავამთავრებ. მოკაწოულობის მეორე დღეა, შაბათია და ძალიან სასიამოვნო დღე გათენდა. მზიანი არ არის, ნაწვიმარია ცოტა, მაგრამ აი სასიამოვნოდ ნაწვიმარი რა და თან ახლა არ წვიმს და ცოტა მზეც გამოდის, ცოტა მოღრუბლულია, მოკლედ იდეალური ამინდია, ცოტა მყუდროდ სახლში ჩაჯდა. რადგან ასეთი სასიამოვნო დღეა და თან სახლში ვარ რამდენიმე საათი, დავიწყე სახლის დალაგება. უმეტესად ბევრი ყუთი გავიტანე, იმიტომ რომ Amazon-ის და ზოგადად რამე package რომ მოგთვის, იმდენი ყუთი გროვდება სახლში, რომ თუ არ გადაყარეთ დროულად, ძალიან მარტივია აკუმულირება, მით უმეტეს, იმიტომ რომ გვაქვს სივრცე, სადაც ვაგროვებთ ამ ყუთებს და მე უბრალოდ სასახლე შენდება. თან ჩემი მეგობრისთვის ვქარგავ საჩუქარს, ჯერ არაფერი არ ჩანს, მაგრამ იქნება ყვავილი და როდესაც დაამთავრებს, ანუ სადოქტოროს როცა დაიცავს, ამას ვაჩუქებ, იმიტომ რომ მოკლედ რა თავის ისტორია აქვს ყვავილი. გუშინ დავწოვლებას რაც შეეხება, ვიტყვი რომ ბევრად ნაკლები ადამიანი იყო, ვიდრე ველოდი, თუმცა მაინც ავსა იყო სახლი და მაინც ყველა კარგად გავერთეთ. უბრალოდ როცა ჰელოვინის დრო არის, ან ცოტა ისეთი პერიოდია, ალბათ როცა ფინალურები ან რაღაც დედლაინები არ გვაქვს, ბევრად უფრო გახსნილია ხალხი და უფრო ანუ they're inclined to come out of the house. უნდათ რომ გარეთ გავიდნენ, გაერთმან და ახლა მაისის დასაწყისი, მგონი ყოველთვის ესეთი პერიოდია, რომ რაღაცა საოცარი დედლაინები გვაქვს და ბევრი სამუშაო გვაქვს, ამიტომ social activities ვირჩევთ საწავიდეთ. თან slow day რო იყო შეიძლება მაგიტომაც, იმიტომ რომ ბევრი slow day-ზე წავიდა და ორჯერ გასვლა და მით უმეტეს თუ სვამ ეგრე დალევა, ძალიან ზედმეტია ალბათ კვირის განმავლობაში. ხოლო დღეს 3 საათზე ჩემთან მოდის მეგობარი და ერთად დავყუროთ შოუს, დავამთავროთ უფრო სწორად. ცოტა horror thriller show არის და ქვია Hunting of the Hill House. ძალიან მიყვარდა ჰორორი ბავშვობაში, თინეიჯერობაში, ბევრ ფილმს უყურებდი ხოლმე და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არის Dead Silence. და ასტრალი და ეგეთ რაღაცები მიყვარდა, ანუ უბრალოდ ვიღაცის წამება და ბევრი სისხლი არა, მაგრამ ისტორია როდესაც იყო ფილმში ძალიან მომწონდა. და ეს სერიალი ზუსტად ეგეთია, ძალიან story driven არის, ღრმა ქარაქტერები ყავს, ანუ ღრმა პერსონაჟები ყავს და თან საინტერესოა, ანუ მართლა მთელი ინტერესით უყურებ მთელი ეპიზოდის განმავლობაში. თავის საყვარელი სერიალია, თვითონ ბევრჯერ აქვს ნანახი, მაგრამ ჩემთან ერთად კიდევ უყურებს. და სასაცილო ის არის, რომ ამ ყველაფერს ამ მეგობრისთვის ვქარგავ და ეს ყველაფერი უნდა მოვაშორო, იმიტომ რომ მაგიდაზე მაქვს გალაგებული და როდესაც რომ მაქვს ხოლმე ვქარგავ, მაგრამ ახლა უნდა გადავმალო. შემდეგ საღამოს, როგორც გითხარით, მგონი ვახსენე, ჩემი მეგობრები, რომლებიც დაინიშნენ, ახალ სახლში გადავიდნენ და მან უნდა წავიდე სადღაც ალბათ საღამოს 9 საათისთვის და აღვნიშნოთ ყველა თავიანთ მეგობარს აპატიჟებიან და მანდა ძალიან სასიამოვნო დროს გავატარებ. თან ეგენი არიან მეგობრები, რომელთან ერთადაც პირველ წელს, როდესაც ამერიკაში ჩამოვედი, პუერტო-რიკოში წავედი, 4 წლის შემდეგ, ანუ 4 წელი გავიდა და დაინიშნენ. ისე მახსოვს, რომ ბიჭი პუერტო-რიკოს ტრიპსაც კი მელაპარაკებოდა ნიშნობაზე, ამიტომ 4 წლის წინაც ფიქრობდა. ასევე ძალიან საინტერესო ამბავი გიზიაროთ, ჩემი ძმა არის მოჭადრაკე, გრანდმასტერია და მოკლედ სერიოზულ პროფესიულ ჭადრაკს თამაშობს და აქ ამერიკაში პირველად ჩატარდა diving chess event-ი, ანუ თან წყალში უნდა ჩახვიდე, აუზში ტარდება და
წყალქვეშა ჭადრაკს თამაშობ ფაქტობრივად, ანუ იკავებ სუნთქვას რამდენი ხანი შეგიძლია, აკეთებ სულას, ამოყვინთავ, მე ჩაყვინთავ და ასე გრძელდება და პირველად ჩატარდა და ჩემო ძმამ მიიღო მონაწილეობა. სულ 3 კაცი მონაწილეობდა და ესე წარმატებით ჩატარდა. სანამ ჩემი მეგობარი მოვა, მანამდე კიდევ მოვასწრებ მოკარგვას. თან ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მიხარია რომ დავუბრუნდი. ძირითადად ვქარგავ ხოლმე, როდესაც მინდა სხვებს საჩუქარი გავუკეთო, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, იმიტომ რომ ყოველთვის ვფიქრობ, როგორ გავხარდებათ მათ და ასევე თვითონ პროცესში, როდესაც ვქარგავ, ხატვისნაირად არის, ანუ იკარგები. ალბათ, არა, კი, ხატვისნაირად არის. შენი ფიქრები შენ თითქოს არ გეკუთვნის, ოღონდ გულისხმობ იმას, რომ ვერ აკონტროლებ საიტწავა, თუმცა რაზეც ფიქრობ და როგორც ფიქრობ, ყველაზე ავთენტური და ყველაზე შენია. იმიტომ რომ არ აძალებ გონებას, არაფერზე ფიქრს და თვითონ საიდაც უნდა იქით მიქრის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ დროს არ ვუსმენდე მუსიკას და საერთოდ არაფერს და ბოლომდე უფლება მივცე ჩემ გონებას რაც უნდა ის უკეთებია. როგორც ხედავთ, გარეთ არის შესანიშნავი ამინდი. ახლა კიდევ ქარგავდი, უკვე რაღაცას ემსგავსება. ძალიან სასიამოვნო ნიავია. აი ძალიან კარგი დღეა, თუმცა ზაფხული ჯერ კიდევ არ დამდგარა მაინც. მიუხედავად იმისა, რომ მაისია უკვე მაისი. მაგრამ ვიცი რომ საქართველოშიც მსგავსი ამინდები გაქვთ. საბოლოოდ კი იმას ვიტყვი რომ აუცილებლად იოცნებეთ, მიჰყევით თქვენ ოცნებებს. არ დაგეზაროთ მათთვის შრომა, არ დაკარგოთ თქვენი მიზანი და ყველაფერი გამოვა.